ხვალ 9 მაისს ევროპის დღეს თბილისში ევროპის მოედანზე მასშტაბური აქცია გაიმართება. 17 საათისთვის პროტესტის მონაწილეები 4 ლოკაციაზე შეიკრიბებიან რესპუბლიკისა და მარჯანიშვილის მოედნებზე, ავლაბრის მეტროსთან და პარლამენტის შენობასთან. მსვლელობები ევროპის მოედანზე 19 საათზე შეერთდება. აქციაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. სტუდენტები მარშს საკანონმდებლო ორგანოდან გამართავენ და მათთან ერთად იქნებიან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, მოძრაობა ერთობა, ქვეყნის სამსახურში, ჯიუტები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს. წლების განმავლობაში დიდმა ერთობამ დაგვანახა ჩვენი ისტორიული არჩევანი. საქართველოს დიდი ევროპული ოჯახის წევრობა. მოსახლეობის უმეტესობა სურს. იყო ევროპის ნაწილი ნიშნავს გქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო. იყოს გამოხატვის თავისუფლება დაცული. გქონდეს დამოუკიდებელი მედია. სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული ცხოვრება. ევროპა იცავს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ეროვნულ იდენტობას და ტრადიციებს. ღირებულებები, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, გაახლოებს ევროპასთან. ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად. გიწევთ პარლამენტთან 5 საათზე. რათა მარშით დავიძრათ ევროპის მოედნისკენ. საქართველოს მოსახლეობას თხოვნით მოგმართავთ. თუ თვლით, რომ ჩვენი შვილები რეჟიმის პატიმრები არიან და უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ 9 მაისს 19 საათზე ევროპის მოედანზე შევიკრიბოთ და ხმა გავაგონოთ მსოფლიოს. ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია.